შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას უწყებაში გვიდასტურებენ. დღეს თინა ბოკუჩავამ საგანგებო განცხადებაში კოტე იოსელიანის საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა. ბოკუჩავას თქმით, მისი მეუღლის მიერ ბოდიშის მოხდას წინ გატაცება, ძალადობა და შვილებით მუქარა უწყოდა. იოსელიანი გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 8 წლის წინ გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიშს უხდის. სურამში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. გორმედის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული 7-ვე მოზარდი საავადმყოფოდან გაწერეს. წუხელ ყაზბეგიდან აჭარაში მიმავალი ექსკურსიის მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. გენშტაბის ცნობით უკრაინამ კიდევ ერთი რუსული აეროდრომი დაბომბა. დაუზუსტებელი ინფორმაციით განადგურდა 2 რუსული თვითმფრინავი. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიპუტინისტი რუსი ბლოგერი დიმიტრი იუშინი დააკავეს. ბლოგერი ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ძალებმა აიყვანეს და მას ტერორიზმის გამართლებაში სდებენ ბრალს. რუსული საკრუიზო გემი, რომელმაც 2023 წელს ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია, შესაძლოა საქართველოში ისევ დაბრუნდეს. ინფორმაციას გამოცემა ეხო კავკაზა ასტორია გრანდეს ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.